არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ასე გამდიდრებულიყო რუსეთში ქურდების გარეშე. გამორიცხული ეს. პირდაპირ ვამბობ. რუსეთში გამდიდრებული კაცი ქართულ პოლიტიკაში არის კატასტროფა. იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლების გარეშე ვერ მდიდრდება და ასე იგი ქურდების მხარდაჭერის გარეშე ვერ მდიდრდება და ქურდები აკონტროლებენ მერე. რუსეთში ქართველ ქურდებს იყენებენ ძალიან კარგად და იმიტომ არიან იქ რომ შვენივრად რომ ცხოვრობენ და იქედან გახსოვთ რომ სადღეგრძელოებს ამბობდნენ ჩემსას ააშენა ღმერთმა თემურ შაშიაშვილი რო გამოგვყარა აქედან ქუთაისიდან იქ მათხოვრები ვიყავით და აქ კრემლიდან 2-3 კილომეტრში სამსართულიანი სახლი გვაქვსო. დაპირ გეუბნებით უმძიმეს რამეს ვამბობ ახლა კახა კალაძის სახლში კიევში სადაც ცხოვრობდა იქ იმართებოდა ქურდები რომ ეძახიან სხადნიაკს შეკრებები იქ იმართებოდა. აი იმის სახლში და ესენი ყველანი ამ ხალხთან არიან დაკავშირებული. და შემთხვევით არ მომختარა კიდე იტალიაშიც და ასე შემდგომ და წარმოიდგინეთ რომ იტალიის პრეზიდენტთანაც კი ჰქონდათ ქართველ ქურდებს ურთიერთობა და იმათ გაუწიეს რეკომენდაცია. ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მე როცა ვამბობ რომ ბრუნდები ამ იმაში პოლიტიკაში მე მოვდივარ გაბედულებით თუ რაიმე შემემთხვევა და თუ რაიმე მოხდება ჩემს წინააღმდეგ ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება სწორედ ამ ბინძური ძალებით. ქურდი არ არის საშიში. საშიშია პოლიტიკოსისა და ქურდის ერთობა. ქურდი ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ პოლიტიკოსი და ქურდი არ უნდა შეერთდნენ. მე რა უთხრა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ქურდებთანაა კავშირში და მე რა უთხრა იმ ქურდს, რომელიც პოლიტიკოსებთანაა კავშირში. ესაა ჩემი ფორმულა. და ნამდვილი ვინც არის ქურდი, ის მართლა ამბობს იმას, რომ რას ერჩით ამ კაცს სწორს გვეუბნებაო.